გამოშვების ბოლოს კი კულტურის ახალი ამბების შესახებ მოგითხრობთ. ლიანა ისაკაძე თბილისშია. ცნობილი მუსიკოსი საქართველოში გვიან ღამით პარიზიდან ჩამოვიდა და ბათუმში გაემგზავრა, სადაც მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიმართება. მუსიკალური შეხვედრები 24-დან 29 აგვისტოს ჩათვლით ზღვისპირა ქალაქის ახლად გახსნილ დარბაზში ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ცნობილი მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელს ძალიან კარგად ჩაივლის ეს ფესტივალი. ძალიან დახვეწილი პროგრამა იქნება კლასიკური მუსიკის. პირველი კონცერტი მთლიანად მოცარტი იქნება, ბოლო კონცერტი მთლიანად ბეთჰოვენის მუსიკა იქნება. გენიალური დირიჟორი იუსტუს ფრანცი იდირიჟორებს, გენიალური ვიოლონჩელისტი გუსტავსონი დაუკრავს, აგრეთვე ძალიან ცნობილი დირიჟორი თომას როზნერი პირველ კონცერტის დაუკრავს. თქვენ უყურებდით მოამბეს 16 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, მოამბე კი პირდაპირ ეთერში 19 საათზე დაბრუნდებით.